განათლების სფეროში რეპრესიების ახალ ტალღას ელოდებიან. საჯარო სტრუქტურებში დაწყებული რეპრესიების ფონზე რიგშია უმაღლესი სასწავლებლები. ივანიშვილის ეგრეთ წოდებულ პრემიერს არაერთხელ დაუანონსებია წმენდა უნივერსიტეტებში. ამის შესახებ საზოგადოება მუქარა მაშინაც მოისმინა, როცა კობახიძის წინააღმდეგ სახელმწიფო უნივერსიტეტში აქციები იმართებოდა მისი ლექციების პარალელურად. არაღიარებული მთავრობის თავმჯდომარემ სპეციალური კომისიის შესახებ განაცხადა, რომლის საშუალებით ციტატა 4 წლიან პერსპექტივაში თვისობრივად უნდა გარდაიქმნას უმაღლესი განათლების სისტემა. ეს მიმართულება ლევან იზორიას ბარდება, რომელიც ახლო წარსულში გერმანიაში საქართველოს ელჩი და თავდაცვის მინისტრი იყო. საგანმანათლებლო სივრცეში კომისია რეპრესიების მიზნით იქნება, ესაა შეფასება. უმაღლესი განათლების სისტემის თვისობრივად გარდაქმნის კომისიას სათავეში ირაკლი კობახიძე ჩაუდგება. ლევან იზორია ამ საქმეში მისი მარჯვენა, ალექსანდრე წულაძე კი მარცხენა ხელი იქნება. რეფორმად შეფუთული რეპრესიების მორიგი ტალღა განათლების სისტემაში. ირაკლი კობახიძე სამართლის დოქტორი, რომელიც საკუთარ ლექციებზე დაცვით დადიოდა თითქოს უმაღლესი განათლების ხარისხის შემოწმებისა და საუნივერსიტეტო სივრცის გაჯანსაღების მიზნით განათლების სფეროს ექსპერტთა აზრით კი აკადემიური საზოგადოების მოსარჯულებლად ეგრეთ წოდებულ სამთავრობო კომისიას ქმნის, რომლის თავმჯდომარეც თავად იქნება. ამჟამინდელ პოლიტიკურ გარემოში, როდესაც რეფორმა ანონსდება და როდესაც თქვა შინაარსზე ბევრი არაფერი ვიცით, შეგვიძლია ვიმსჯელოთ ორი მიმართულებიდან, ხო, რა არის ძირითადი პოლიტიკური კონტექსტი, რაც არის პირდაპირი ავტორიტარული ტენდენციები, რომლის დამყარებაც უნდათ უმაღლეს განათლებაში და მეორე არის ის თუ ვინ არიან ამ რეფორმის განხორციელებლები, ხო? ჩვენ ნახეთ, რომ ირაკლი კობახიძე თქვა, რომ თვითონ იქნება კომისიის თავმჯდომარე. ეგრეთ წოდებულ სამთავრობო კომისიას, რომელიც რეჟიმის პრემიერის მტკიცებით ქვეყანაში უმაღლესი განათლების თვისობრივ გარდაქმნაზე იმუშავებს, ირაკლი კობახიძის შემდეგ ორი ხელმძღვანელი ეყოლება. განათლების მინისტრი, სასამართლო სისტემიდან განათლებაში გამწესებული ალექსანდრე წულაძე და ლევან იზორია, ყოფილი ძალოვანი, ერთ დროს შინაგან საქმეთა, შემდეგ თავდაცვის მინისტრი, დაზვერვის სამსახურის უფროსი და სუსის შეფის მოადგილე. საყოველთაო გაფიცვა მცალსახად აჩვენა რამხელა ეკონომიკური ძალა აქვს პროტესტს. დამოუკიდებელი და დაუმორჩილებელი აკადემიური საზოგადოება, სტუდენტები, პროფესორები, მასწავლებლები რეჟიმისთვის დიდი თავისტკივილია. განათლების სფეროს ექსპერტთა აზრით, საგანმანათლებლო სისტემის ძალოვანები დაკომპლექტებაც ამის მოგვარებას ემსახურება. ერთ დღეს დაანონსდა ეს რეფორმა და ჩვენ ვხედავთ, რომ მეორე დღესვე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც ყველაზე უფრო აქტიურია ამ პროტესტებში, რექტორად აინიშნა და აირჩიეს თუ დაინიშნა ადამიანი, რომელიც არ მხოლოდ ოცნების აქტიური წარმომადგენელი, არამედ იყო ძალიან მაღალი თანამდებობის პირი, პარტიული მუშაკი და პოლიტიკური მუშაკი. განათლების სფეროს ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რეჟიმი სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჯერ პოლიტიკურ წმენდას, შემდეგ კი მათ გაერთიანებას გეგმავს. სავარაუდოდ, ამ გეგმის ნაწილია ილიაუნისთვის ავტორიზაციის საკითხის გაპრობლემებაც. მიზეზიც და მიზანიც გასაგებია. ქვეყანაში ფაქტობრივად არ დარჩენილა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც სტუდენტები გაფიცულები არ არიან. რეჟიმის წინააღმდეგ უწყვეტ სამოქალაქო პროტესტში აკადემიური საზოგადოება ყველაზე დაუმორჩილებელი და აქტიური ფლანგია. რეჟიმის მიმართ ყველაზე დიდი დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს ახალგაზრდებმა, სტუდენტებმა, განსაკუთრებით თავისუფალი სფეროები და თავისუფალი უმაღლესი სასწავლებლები მათთვის არის ძალიან დიდი საფრთხე. ამიტომაც არ გამოვრიცხავთ, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტების რეორგანიზაცია, შეერთება და ესე ვთქვათ, გაქრობა ველიდან მათი ჩანაფიქრი იყოს და სწორედ ამ ზაკრულ ჩანაფიქრს ემსახურებოდეს მათი კომისია. უნივერსიტეტებში პოლიტიკური ნიშნით წმენდა კობახიძემ ჯერ კიდევ გასულ წელს დააინსა, როცა ერთ-ერთ სამთავრობო პროპაგანდისტულ არხზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორებს ნაცები ეძახა და კვალიფიკაცია დაუწუნა.
როგორც ჩანს, აკადემიური საზოგადოების მოთმინიერება რეჟიმისთვის ჯერ ისევ ოცნებად რჩება. სტუდენტური პროტესტი და წინააღმდეგობა გრძელდება. ამ წუთებში ხმაურია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში. სტუდენტებს შენობის შესასვლელი ჩაკეტილი აქვს და ამბობენ, რომ დაშლას არ აპირებენ. ახლა არ არის აუდიტორიებში დასხდომის დრო, ახლა ქუჩაში დგომისა და პროტესტის დროა. ამას ამბობენ ახალგაზრდები.